თქმა უნდა გააჩნია როგორი erdeა, ანუ დრიბკა, ხო? ზოგიერთი დრიბკა ისეთია, რომ გემოს გადმოცემის საშუალება საერთოდ არ აქვს. მაგრამ ძირითადად დრიბკა უფრო კარგად გადმოსცემს გემოს, ვიდრე ბაკი. და რატო? იმიტომ რომ ჩვენ ამას თუ შევხედავთ, ხო? ეს ნათქვამიც მაქვს ადრე. სპირალი განთავსებულია პირდაპირ აქ. და სპირალთან არის დრიბტიპი. აი ეს არის დრიბკა, ხო? აგდებს სპირალი და ბამბ. ჩვენ ამას რო ვასწვლებთ, ვახურავთ თავზე და აი რამხელა ღარი აქვს, ხო? და პირდაპირ სპირალთან აქვს. პირდაპირ სპირალთან. ამ შემთხვევაში აი აქედანაც ჩანს, ხო? აქ არის სპირალი. და შემდეგ მოდის უკვე შახტა. ანუ ჩვენ დრიბკის შემთხვევაში გვაქვს სპირალი და პირდაპირ დრიბტიპი. აქ ჩვენ გვაქვს შახტა, რომელიც უნდა გამოიაროს და მერე ამოვიდეს დრიბტიპიდან, ხო? და ამოვიდეს აქ. შახტას შეხედეთ როგორი წვრილია. აი განსხვავება, რომ უფრო თვალნათლივ დავინახოთ, ხო? აი ესე გავაკეთოთ. ეს მოხსნათ. და ესეც მოხსნათ აქედან. აი სხვაობა. აი ნახე. ეს რამხელაა და ეს რამხელაა. ფაქტიურად აქედან ამოსული ორთქლი, კარგი მსუყე ორთქლი პირდაპირ შემოდის პირისგრუში და მერე ფილტვებში. ამიტომ ის ორთქლი უფრო გემრიელია, ვიდრე აი აქ ვიწრო შახტაში გამოტარებული ორთქლი და შახტიდან უკვე როდესაც მოდის პირისგრუში და მერე ფილტვებში. ეს არის უფრო გემრიელი და მსუყე, ეს არის უფრო ნაკლებად გემრიელი, რა თქმა უნდა. თუმცა არის ბაკები, არის ნამდვილად ბაკები, რომლებსაც გემოს გადმოცემის უნარი ძალიან მაღალი აქვს. და რაც შეეხება erdeaსაც აქვს როგორც ერთსპირალიანები, ისე ორსპირალიანები. და პლუს მაგას erdea არის როგორც ჩვეულებრივი პინით, ისე squonk პინით. ანუ ის ამბავი, რასაც ვლაპარაკობდი ახლა მე, რომ უნდა ჩავაწვეთოთ სითხე და რეზერვუარი არა აქვს თქო. პრინციპში ეს ვარიანტიც გამოასწორეს ვეიპინგში მწარმოებლებმა და გაუკეთეს BF პინი, ანუ პინი, რომელიც არის გახრეტილი და გახრეტილი პინის შემთხვევაში აი გამოუშვეს ესეთი მოდები. ჩვეულებრივი მოდია, ოღონდ აქვს რეზერვუარი ქვევით. და ამ დრიბკებს გაუკეთეს BF პინები. ანუ გახრეტილი პინი. აი ეს არის ჩვეულებრივი პინი, რომელიც გახრეტილი არ არის, თუმცა ამასაც უკეთდება ეს გახრეტილი პინი, ეცვლება. და ეს არის გახრეტილი BF პინი, ეს არის გახრეტილი. ამას რო გაუკეთებთ squonk modes, ესე ქვია ამის squonk modi. და დავაწვევით აქ ამ რეზერვუარს, ხო? აი ესეთი ვარიანტი. რო დავაწვევით ამ რეზერვუარს, სითხე ამოდის ზევით, ასველებს ბამბას და რაც ზედმეტი იქნება, მერე ჩამოდის უკან. თავის სპეციფიური ხმა აქვს და იმიტომაც ქვია squonky. და აქ იდება ან ერთი აკუმულატორზეა, ან ორ აკუმულატორზეა, ნუ სხვადასხვა ვარიანტებია ესენი. არის რეგულირებადი პლატით, არის MOSFET პლატით, ანუ არარეგულირებადი პლატით. და
პლუს მაგას ეს კონკები არის მექანიკაც. ანუ პლატა საერთოდ არ აქვს. მექანიკურებია. მაგრამ კონკია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დღემდე ხმარობს ერდიას როგორც თავისუფალ ნაპაზზე ისე MTL. იმიტომ რომ RDA უფრო კარგად გადმოსცემს გემოს ვიდრე RTA.